ალბათ ყველასთვის ნაცნობია თუ რა ხდება რუსეთში, როგორ მიდის ბრძოლა პროპაგანდით და როგორ ეწევიან დეზინფორმაციას ევროპის წინააღმდეგ და ამის მთავარი ესე ვთქვათ მახასიათებელი არის ის, რომ განაიძახის, რომ მე უკეთესი ვარ ან ჩემთან ცუდი რაღაცები არ ხდება, უბრალოდ იშვერს თიც ევროპისკენ და ცდილობს, რომ ევროპის ის ცუდი მხარეები გაამძაფროს და ისე გვაჩვენოს, რომ აი ნახეთ, იქ უარესები ხდება, იქაც საკმაოდ ცუდია დემოკრატიული ინსტიტუტი ცუდად არის ჩამოყალიბებული და სამწუხაროდ საქართველოში მიმდინარე მოვლენებისას უფრო მძაფრად და მკაფიოდ გამოიკვეთა პროსახელისუფლებო მედია საშუალებების მსგავსი ანალოგიური ქმედებები, ძირითადად როცა ჩვენს ქვეყანაში რაღაც მძაფრი და ესე ვთქვათ აქტუალური საკითხი ხდება, რაც შეიძლება საბოლოო ჯამში დამაზიანებელი იყოს ქართული ოცნებისთვის ამ დროს იმედი, პოზიტივი და მსგავსი პლატფორმები და მედია საშუალებები სწორედ ევროპის ნაკლოვანებებს ამძაფრებს და უსმენს ხაზს და ეხლა მოდი წავიკითხოთ რამდენიმე იმედის განცხადება და მაინტერესებს კავშირს თუ იპოვით ჩვენს რეალობასთან და აი დავფიქრდეთ ერთი წამით იმაზე, რატომ შეიძლება ეხლა გამხდარიყო ეს თემა იმედისთვის აქტუალური და ხომ არ აქვს რაიმე კავშირი ჩვენს ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებთან და დაძაბულობებთან. აი ერთ-ერთი მსგავსი პოსტია იმედი ნიუსის ფრანგი დეპუტატი, რომელიც მაკრონის ეკონომიკის მინისტრობის დროს გაფორმებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებებს იძიებდა, გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით მან თავი მოიკლა. რაიმეს ხო არ გახსენებთ, ეს არის ერთი დღის წინ დადებული პოსტი და ასევე მინდა შეგახსენოთ თორნიკე რიჟვაძის ესე ვთქვათ სამწუხარო ამბავი და როცა ვიძახი სამწუხაროს გულისხმობ სწორედ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე რიჟვაძეც ამ სისტემის ნაწილი იყო და არ ვიცით არის თუ არა დღეს, თუმცა აშკარად შიდა განხეთქილება საკმაოდ დიდია, მინდა გაუსვა ხაზი იმ მოცემულობას, რომ სწორია, რომ დამნაშავეებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე და არა ტყუის და ვისაც დღეს რიჟვაძის ამბავი გიხარიათ, შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფრის უკან სწორედ იგივე სისტემა დგას, რომელსაც უკვე მე რამდენი წელია ვებძვით რუსთაველზე, ქუჩაში, სასამართლოებში თუ სხვაგან და ეს არის ერთგვარი მაგალითი, რომ თუ ჯერ კიდევ არ დგას ეს დრო, ძალიან ახლოსაა დრო, როცა სისტემა აბსოლუტურად ყველას შეეხება, რავი, კოდს, არაკოდს, ნაც, არანაც, აპოლიტიკურებს, აი საერთოდ ყველას და საბოლოო ჯამში საკუთარ შემოქმედებსაც, ესე ვთქვათ, შეჭამს სისტემა. ეს არის ამის ნათელი მაგალითი. ასევე ჩვენ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ რახან სისტემას ვახსენებთ, რომ ხო აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს სისტემა არ შექმნილა ეხლა, არ არის მხოლოდ ერთადერთი მოდელი მსოფლიოში და მსოფლიოს წარსულს კი არა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის წარსულსაც ახსოვს მსგავსი რეჟიმები, ბატონობა ესე ვთქვათ და მინდა გაგახსენოთ, რომ ჩვენ ქვეყანაში ის რის გამოც წინა ხელისუფლებას ვეძახდით რეჟიმს და ვეძახდით სისტემას, სწორედ მსგავსი დასასრული ქონდა მათაც და მსგავსი მოვლენების ფონზე დაასრულეს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ და გასახარად მოხდა პრეცედენტი საქართველოს ისტორიაში, როცა შეიცვალა არჩევნებით ხელისუფლება, რასაც ეხლა ამ მოცემულობით ვერ ვიტყვით ქართულ ოცნებაზე, მე არ მწამს და არ მჯერა და არც არანაირი მაგის წინაპირობა არ არსებობს და არც პირი უჩანს, რომ ქართული ოცნება აპირებდეს არჩევნებით წასვლას. შესაბამისად, მინდა შევეხო ამ კონკრეტულ შემთხვევაში თვითმმართველობის არჩევნებსაც კიდევ ერთხელ წინა გადაცემებში რამდენჯერმე კი ვახსენე, თუმცა ეს არის თემა, რომელიც დღითი დღე უფრო აქტუალური ხდება ჩვენს საზოგადოებაში და ყოველ ჯერზე ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ როცა შენი ქვეყნის ბრჭყალებში მმართველი ხელისუფლება არის არალეგიტიმური, არის
კორუფციული გზებით ჩვენი ქვეყნის სათავეში მოსული და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო თავისი ქმედებებით ამყარებს დიქტატურას ჩვენს ქვეყანაში, მათ თამაში ბრძოლის ამ თამაში მათთან ერთად მათი ბრძოლის წესებით შესვლა ნიშნავს დამარცხებას და სისტემის ლეგიტიმაციას, რასაც სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის ორი ოპოზიციური პარტია აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას გულისხმობ, რა თქმა უნდა, ესენი არიან ლელო და გახარია. ჩემთვის საკმაოდ გაუგებარია ამ ორი პარტიის პოზიცია, ესე რომ ვთქვათ, უფრო ლელოს პოზიცია გაუგებარი, იმიტომ რომ გახარია ასე თუ ისე თავიდანვე მაგ თამაშს თამაშობდა და თავიდანვე არ დაუხევია უკან არჩევნებზე შესვლაზე, თუმცა შედარებით პრაგმატულად მოქმედებდა მანამდე ლელო და გამორიცხავდა არჩევნების შესვლა. შემიძლია გავიხსენო უშუალოდ მამუკა ხაზარაძის განცხადებები, რომელიც თავად იძახის, რომ არჩევნებში შესვლა ღალატია სინდისის პატიმრების და ღალატია იმ ბრძოლის, რომელიც დღეს რუსთაველზე მიმდინარეობს და არანაირ შემთხვევაში არ განიხილავდა იქ შესვლას, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ, ესე ვთქვათ, სულ სხვანაირი რუტინა დაუტრიალდა, ესე ვთქვათ, მამუკა ხაზარაძეს და რატომღაც ალაპარაკდა არჩევნებში შესვლაზე, თუმცა ხო, შეიძლება ამაზე ლაპარაკი არ იყოს დიდი შეცდომა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენი ყოველი ბრძოლის ნაბიჯი ჩვენ დაგეგმილად და გამიზნულად მოგებაზე ორიენტირებულად უნდა ვიმოქმედოთ, თუმცა იმ პირობებში, როცა საუბრის იძახი, რომ საუბარია საჭირო და ამ საუბარს არ აწარმოებ და გარდა ამისა ის კონკრეტული 8 პარტია, რომლებმაც ეს საუბარი აწარმოეს და გადაწყვიტეს, რომ არანაირ შემთხვევაში არ უნდა შესულიყვნენ არჩევნებში, ბოიკოტი გამოუცხადეს აერჩევნებს, არა მარტო პარტიებმა, არამედ თავად ამომრჩევლებმაც და სტუდენტების დიდმა ნაწილმა ამ მოცემულობაში ის არგუმენტები, რომელსაც ბატონი მამუკა და ლელოს სხვა წარმომადგენლები გვისაბუთებენ ამ არგუმენტებით, რომ ამის გამო უნდა შევიდეთ არჩევნებში, ავტომატურად ბათილდება და ანულირდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ ერთი სიგიჟე და სისულელეა კიდევ ერთხელ გავუსმენ ხალხს ამ არჩევნებში შესვლა კოცების წესებით და მეორე, როცა საზოგადოების უდიდესი ნაწილი არ უჭერს მხარს არჩევნებში შესვლას, თავიდანვე წასაგებად განწირული ბრძოლაა და ჩემთვის გასაკვირია და საკმაოდ ბევრ ეჭვს იწვევს თუ რატომ შეიძლება მიიღოთ ეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება გახარიას, მოდი გახარიაზე ვიტყვი იმას, რომ კოცები თავისი მმართველობის პერიოდში მთელი პროპაგანდა მაგაზე ჰქონდათ აწყობილი, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება, ერთადერთი ხელისუფლება ბოლო 10 წლეულის განმავლობაში და 10 წლეულების განმავლობაში, რომლის დროსაც საქართველოს ერთი გოჯი მიწაც კი არ დაუკარგავსო და უცებ პროპაგანდა სხვანაირად დაჭირდა და თავადვე გამოიტანეს, ესე ვთქვათ, სააშკარაოდ ყველაფერი, თუმცა რა თქმა უნდა ხუებს გადააბრალეს, მაგრამ ნუ დაგვაუწყდება, რომ გახარიაც ამ დროს იყო სწორედ ამ სისტემის ნაწილი და თუ რაიმე პასუხისმგებლობა ეკისრება გახარიას, ანალოგიურად ეკისრება მთელ სისტემას ეს პასუხისმგებლობა, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ეს სასაუბრო იყო, თუ ეს პრობლემა იყო, თავის დროზე უნდა დაიყენებინათ ამ საკითხის აქტუალურობა, გულისხმობ ჩოჩანას საქმეს, რომლის ფარგლებშიც რუსებმა ადმონტიეს საზღვარი და ჩოჩანაში საძოვრების ეგრეთ წოდებული 8453 ჰექტარი მიწა, ესე ვთქვათ, მიისაკუთრეს და ოკუპირება მოახდინეს. გარდა ამისა, ამ პერიოდში სუსი ამბობდა და ამტკიცებდა, რომ საზღვარი არ შეცვლილა, თუმცა განახლებული შეზღუდვებით ფიზიკური განვითარების გარდა რეალურად მოქმედებდა ადგილობრივ წყემსებზე, ამ ტერიტორიაზე შესვლა იკრძალებოდათ, ასევე ჩვენი ტერიტორიიდან, რომლის ოკუპაციაც ჯერ კიდევ არ მოუხდენიათ, იტაცებდნენ ჩვენს მოქალაქეებს, ახდენდნენ მათზე სხვადასხვა სახის ზეწოლას, რაც თავისთავად ამ თემის ესე წინა პლანზე გამოწევა უპირისპირდება ისევ ქართული ოცნებისვე
პროპაგანდას, რომ თითქოს ისინი არიან ერთადერთი ხელისუფლება, რომლის დროსაც ერთი გოჯი მიწაც არ დაკარგულა და ხო ის მე მინდა ვთქვა, რომ ისინი არიან ერთადერთი ხელისუფლება, რომლებმაც უბრძოლველად დათმეს ჩვენი ქვეყნის მიწები და ხალხს დააჯერეს, ხალხი დააშინეს ომის ეგრეთ წოდებული ომის პროპაგანდით, აბა ომი გინდათი და მე მინდა გავახსენო მათ ჩვენი წარსული, მათ შორის ახლო წარსული, როცა ჩვენი გმირები წამითაც კი არ უშინდებოდნენ ომს, ოღონდაც კი ჩვენი ტერიტორია და ჩვენი მოსახლეობა დაეცვათ და დღეს მათგან ამ პროპაგანდის წარმოება, რასაც აწარმოებენ, პირველ რიგში შეურაცხყოფა ჩვენი გმირებისა. შემდეგ პოსტზე გადავიდეთ, უბრალოდ ნიუსზე, რაც იმედს უდევს, ისევ თორნიკე რიჟვაძეზეა. თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. საინტერესოა, ქართული ოცნება უკვე 13 წელია, რაც ესე ვთქვათ, ერთპიროვნ მმართველობას ეწევა ჩვენ ქვეყანაში და 13 წლის განმავლობაში ასევე მათი ერთ-ერთი მთავარი სიამაყე იყო ჯანდაცვის რეფორმა, ეგრეთ წოდებული და თუ კი ესეთი კარგი ხელისუფლება ყავს, რომელიც ჯანდაცვის რეფორმებს ატარებს, რომელიც საავადმყოფოებს აშენებს ბრძოლებში, ახალ სარეაბილიტაციო ცენტრებს ქმნის, რატომ გახდა შეუძლებელი ჩვენი ქვეყნის პირობებში, ჩვენი ექიმების პირობებში, რომლებიც არანაკლებ გამოცდილები არიან, ვიდრე უცხოელი ექიმები, რატომ არ გვაქვს შესაბამისი აპარატურა, რატომ არ გვაქვს შესაბამისი ტექნოლოგია, რომ ჩვენ არ დაგვჭირდეს ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად ქვეყნიდან გასვლა. მით უმეტეს რეგიონში, როცა ამდენად დომინანტი სახელმწიფო ყავს ამ მიმართულებით გვერდში, მეზობლად, ჩვენ როგორც მინიმუმ შეგვიძლია თუ რაღაც ახალს ვერ ვქნით, მათგან ავიღოთ ის კონკრეტული მაგალითები და ის კონკრეტული ინფრასტრუქტურა თუ ტექნიკა თუ აპარატურა, რომელიც ანალოგიურად გაზრდიდა ჩვენი ქვეყნის მედიცინის ხარისხს, ჯანდაცვის ხარისხს. და საინტერესოა, რატომ ამაყობენ იმით, რაც არ გაუკეთებიათ და თუ გააკეთეს, მაშინ ქცევებით საერთოდ სხვა რატომ მტკიცდება. გარდა ამისა, წეღან ომის და გმირების საკითხი შევეხეთ და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ასევე გვყავს ცოცხალი გმირები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან და მინდა ხაზი გავუსვა ერთ-ერთ მათგანს, გამოვყო მკაფიოდ, იმიტომ რომ მამუკა გაწერელი არის ადამიანი, რომელიც აფხაზეთიდან არის დევნილი და უკვე 1000 დღეა რაც რუსების ყეობაში იმყოფება ტაგანროგის ციხეში. მას აწამებენ და საქართველოს სახელმწიფოს ამაზე ჯერ ერთი ხმაც არ ამოუღია, არც კი იცის საზოგადოებამ ამის შესახებ ყოველ შემთხვევაში ჩვენი სახელმწიფოსგან, როცა ჩვენი სახელმწიფოს მთავარი მოვალეობა უნდა იყოს ესეთ შემთხვევაში მაქსიმალურად ბრძოლა, მათ შორის სამართლებრივად, მათ შორის დიპლომატიურად ჩვენი გმირის დასახსნელად ჩვენ მტრის ტყვეობისგან. დღეს უკრაინელი უფლებადამცველები ცდილობენ მის ჩაწერას ეგრეთ წოდებულ სამხედრო ტყვეთა გაცვლის სიაში, თუმცა ჯერჯერობით ამას შედეგი არ აქვს სამწუხაროდ და მინდა ვთქვა, რომ უბრალოდ სამარცხვინოები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დღეს ვინც მუშაობენ და ამაზე ხმას არ იღებენ. დიდება გმირებს, დიდება მამუკას, დიდება უკრაინას, გამარჯვება უკრაინას და გამარჯვება ჩვენს ქვეყანას ჩვენს ბრძოლაში, რომელიც დღეს რუსთაველზე მიმდინარეობს და რომელიც აქტიურად მიმდინარეობს სასამართლოებში ასევე. გარდა ამისა, ბოლოსთვის შემოვიტოვე ეს, მე მაინტერესებს თუ გეუბნებათ ალექსანდრე წულაძე ეს სახელი გვარი რამეს და თუ გეუბნებათ რას გეუბნებათ და თუ არ გეუბნებათ სავსებით გასაგებია, იმიტომ რომ მეც ახლახან გავიგე, საერთოდ არაფრის მთქმელი სიტყვებია. მისი განცხადება მომიგდო, რომელმაც ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ ვტოვებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას. ვაუ, ოჩახ ალექსანდრე. მაგარია.
კაი. ამან დატოვა, მაგრამ კაი, ეს შეიძლება არ ვიცოდით, არ გავუკეთები არაფერი, მაგრამ ეხა ვინ არის? აბა ეგ თუ იცით. არც მე შეგვიძლია დავიკიდოთ, იმიტომ რომ ეგეც არაფერს გააკეთებ. ძალიან საინტერესოა, როცა ქართული ოცნება გვაჯერებს, რომ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, როცა საკმაოდ არაეფექტურად მუშაობენ და გვაჯერებენ, რომ ებრძვიან კრიმინალს და ამის ფონზე არავინ იცის განათლების მინისტრის სახელი გვარი ალექსანდრე წულაძე რას წარმოადგენს ვინაა და ყველა შეუძლია გესაუბროს რავი ლავას ოღლიზე ტარიელ ონიანზე ან ნებისმიერ სხვაზე შეუძლებელია რომ იბრძოდე ეგრეთ ეხა რა კანონებიც მიიღეს ნარკოტიკების მოხმარებას პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო რომ დამოკიდებულებას ბრძოლა არ ჭირდება ამას ჭირდება დახმარება და უნდა არსებობდეს შესაბამისი სარეაბილიტაციო ცენტრები და ხას უსვამი ფაქტს რომ კი სიგიჟეა რავი 20 გრამი მარიხუანას გამო ან 7 გრამი მარიხუანას გამო 20 წლამდე სასჯელი მიუსაჯოს ადამიანს როცა ჩვენს ქვეყანაში რავი ქალზე ძალადობისთვის ან რავი ბავშვზე ძალადობისთვის სასჯელი არის 3-დან 6 წლამდე და ანუ რამდენად ალოგიკურია ეს კანონები ალბათ თქვენ ხდებით და კიდევ ერთ გარემოებას მინდა გაუსვა ხაზი ამ ხრივ რომ ხო ქვეყანაში სადაც მეტადონის პროგრამა არის უფასო და წიგნები არის ფასიანი ვერასდროს ვერაფერი ვერ იქნება ეფექტური გზა ნარკოტიკებთან ბრძოლისა მით უმეტეს ის გზები რა გზებსაც ეხლა ჩვენ გვთავაზობს ქართული ოცნება და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ბუტაფორია და სინამდვილეში ყველამ ვიცით რომ ქართულ ოცნებას აწყობს ნარკო დამოკიდებულების გაზრდა საქართველოში ის ამისთვის ამას ხელსაც უწყობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და დღეს უბრალოდ იყენებს ამას სათავისოდ იმ ადამიანებს რომლებიც დამოკიდებულები გახდნენ უკვე ნარკოტიკზე ესე ვთქვათ სთავაზობს რაღაც კონკრეტულ ბენეფიტებს თუ შეიძლება ეს ბენეფიტად ჩაითვალოს რომ მოდი შენ არ დაგიჭერდა არჩევნებზე ხმა მე მომეციან უბნის ეგრეთ წოდებულ ტიტუშკებად იყენებს და ქართული ოცნების მხოლოდ და მხოლოდ ინტერესებში შედის ნარკო დამოკიდებულების ზრდა ჩვენს ქვეყანაში და ერთადერთი მიზანი და მიზეზი რის გამოც შეიძლება ებრძოდეს ამას ქართული ოცნება პირველ რიგში არის პოპულიზმის მაღალი დონე, იმიტომ რომ ქართული საზოგადოებისთვის საკმაოდ აქტუალური და მტკივნეული თემაა ეს და ამით ცდილობს რომ გარკვეული ბრჭყალებში ქულები დაიწეროს და პლუსები და მეორე არის რომ ისევ და ისევ ის ადამიანები ვინც არიან დამოკიდებული ნარკოტიკზე კი არ შესთავაზოთ ამ ადამიანებს მკურნალობის გზა არამედ პირიქით გამოიყენოს სათავისოდ თავის დეზინფორმაციულ ესე ვთქვათ გაყალბების კამპანიაში